შვიდობისა მეგობრებო, დილამ შვიდობისა. ყველა შვიდობას, ბედნიერებას და მერთან ახლოს ყოფნას გისურვებთ. შვიდობა, რომელიც დღევანდელ დღეს ყველას ჭირდება და აუცილებელია. არა მარტო დღეს, საერთოდ ზოგადად, მაგრამ განსაკუთრებით ამ პერიოდში, ამ დროში, სადაც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ. სამშაბათი დღე გათენდა, ეხლა ძალიან იმაში ვარ რიაში, მაგრამ არაუშავს მოვახერხებ ჩემს საქმეს და დღეს გვაქვს ჩვენ ასე ვთქვათ, როგორ შევთანხმდით პოლიტიკის დღე. ანუ პოლიტიკური განხილვის დღე. არავითარ შემთხვევაში პოლიტიკის უბრალოდ განხილვის დღე. და სანამ დავიწყებ ამ პოლიტიკაზე საუბარს, ერთი პატარა ესეთი აშემეშონო საკა ვესტი გვინდა ჩვენ. ან საქმეთან ლაპარაკი. ლოს-ანჯელეს ხო იცით როგორი ის არის დაძაბული და ისევ გავალ ახლა და West Beach ბიჩი გვინდა ჩვენ და აქ შედარებით ალბათ უკვე 40 მაილი გვექნება გასავლელი და იმ 40 მაილში ჩვენ სათქმეს ვიტყვით. საჩემო ბიძრა ის ხელი. საცობი გაიჭიტა და კარგად. In 3/4 of a mile, keep left to California 91 West. მოვედით საცობში ცნობილი ლოს-ანჯელესის საცობი და მანძილი ადგილამდე სადაც უნდა მივიდეთ და 40 მილი გვაქვს გასავლელი. აი ესე ჩანჩანში Continue on California 91. ახლა დრო კი გვაქვს, ფაქტურად სპეციალურად ავიღეთ დრო, დილით გამოვედი. ალბათ ამ 40 მილს გავილით წინა გამოსილებიდან გამომდინარე, ალბათ 2 საათში. ეს ყველაზე კაი ვარიანტი, მე ასე ვფიქრობ, მაგრამ კაი, სამაგერ ჩვენ როგორ ვამბობთ ხოლმე, ყოველთვის რამე ცუდი გამოვიყენოთ სასარგებლოდ და ახლა ნელა ვივლი და ალბათ აზრებსაც კარგად ჩამოვაყალიბებ. ესე იგი, სანამ პოლიტიკაზე, ანუ ანალიზზე დავიწყებდი ლაპარაკს, მინდა ასეთი ფოლოვერების და კომენტარებისგან ასეთი კომენტარები მომივიდა. აკაკი არ არის შენი საქმე ეს პოლიტიკა და შეეშვი. მაგრამ დაანებე ამ პოლიტიკაზე თავს გირჩევ. ნუ ზოგმა არაკორექტული სიტყვებით მომართა. ნუ რა თქმა უნდა ასეთი ადამიანები ჩვენ დავბლოკეთ. მაგრამ უმეტესად მაინც ვიტყვი რომ უმეტესი ადამიანები იმ კუთხით მიდგებოდნენ რომ აი პატივისცემის სიყვარულის მიმართ, იმიტომ რომ შენ თუ პოლიტიკაზე დაიწყე ლაპარაკიო, ხალხი პატივს აქცევს უხალხართო და შეჯავდებიო. ეს რა თქმა უნდა სიყვარულით არის გამოხატული და მადლობა ასეთ ხალხს. მაგრამ მე ასეთი პასუხი მაქვს, იცით რა არის? ჩვენ ავირჩიეთ სამშაბათი პოლიტიკური განხილვის დღედ. იმიტომ რომ პოლიტიკაზე თუ ვერ ვილაპარაკეთ არ გამოვა და რატომ? მოგესწრებათ ჩვენი YouTube არხი სათაურს დასაწყისში რომ გახსნის ადამიანი თავში აწერია ვიმოგზაუროთ ცხოვრებაში ერთად და მოგზაურობთ ხო? ეხლა მოგზაურობა შეიძლება იყოს ფიზიკურად და აზროვნებრივად და ერთობლივად ვაკეთებს და აქედან გამომდინარე ჩვენ ხშირად გვითხრია რომ გვითქვავს რომ ჩვენი არხი ემსახურება რა მე გიზიარებ ჩემ აზრებს ხანი წახვალ, ხანაკ წამოხვალ, ხან იმას ფიქრობ, ხან ამას ფიქრობ. ანუ ყველაფერზე ფიქრობ. და ხშირად ასე ვთქვათ კიდე, ვაიმე, კაი რა, მოდი ლიტერატურაზე ნუ ლაპარაკობ, ასეთი რაღაცას ვთქვიათ. ფილოსოფიაზე ნუ ლაპარაკე. მოდი აი ეს მოგწოს, აი მანქანებზე გველაპარაკე, ხეფასებზე გველაპარაკე და რაღაცნაირად თავის ესე იგი ადამიანს რაც აინტერესებს, ის უნდა რა. მაგრამ ეხლა მეორე მომენტია, ეხლა რამდენჯერ უნდა ილაპარაკო ხერფაზე. მე როგორც მახსოვს ვიდეოზე, ისა ხერფაზებზე 10 ვიდეო მაქვს მაინც გადაღებული. მანქანებზე და იმ იმეებზე
დატვირთვა, გადმოტვირთვა, რავი, თითქმის ყოველი ვიდეო მაგას ეკუთვნის, ხო? მაგრამ მაინც მაგაზე ელაპარაკებენ. გასაგებია ეს შენია, მაგრამ ჩვენ ისე და ისე იმას ვიძახეთ, ჩვენ ყველაფერზე საუბრობთ, იმიტომ ჩვენ საუბრობთ, ეხლა ჩემი საქმეა თუ არა ჩემი საქმეა, ეხლა თუ რაღაცა აზრი თქვი და ის აზრი იმათ არ ემთხვევა, მაშინ უკვე ჩემი საქმე არ არის და ეძახიან და შეურაცხყოფას გადმენ. ხო იცი რაც ხდება, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვთქვით, ვიყოთ ობიექტურები და ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვაჩვენებთ იმას, რაც არის და დანარჩენი ფიქრი და შედეგი და გემოვნება უკვე თქვენთვის გადმომიცია. და ასე იქნება პოლიტიკაშიც, იმიტომ რომ ვთქვათ, ამ პოლიტიკამ ისე გაყო ეს ადამიანები ახლა არავისთვის არ არის გამალული, რომ ნუ სასწაულია, ხო? შენ თუ მე ჩემ აზრი არა ხარ, შენ იმის მტერი ხარ, ამის მტერი ხარ, შენ რუსისტი ხარ, შენ ირანისტი ხარ, შენ ლიბერალი ხარ, შენ ისა ხარ, ესა ხარ და აი ეს არის რა, ფაქტურად მოდის სიმართლე თქვა ყველაფერზე, ეს არის ჩვენი მე არ ვიტყვი მარტო ქართველებმა, ახლა ქართველებს შეიძლება ძალიან გამოხატულია, იმიტომ ქართველები ვიტყვი, მაგრამ ეს არის ჩვენი პოლიტიკა. შენ იმისი ხარ, ამისი ხარ, მე რაც მომწონს, ესე იგი მე რაც მომწონს და შენ არ მოგწონს ის რაც მე მომწონს, ამიტომ შენ ხარ მტერი. და ძალიან მარაზმამდეა ხო შესული ეს ყველაფერი და ჩვენ რა გვაქვს ამისთვის ჩვენ ახლა ვიცით ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენ ვართ წმინდა წერილი და ღმერთის იქიდან გამომდინარე და რაც ხდება პროცესები ბიბლიიდან და ღმერთიდან უყურებთ, იქიდან გაფიტული აზროვნებიდან უყურებთ და ვართ რა თქმა უნდა ობიექტურები. ჩვენ ვაჩვენებთ, ვიტყვით ყველა ვარიანტებს განვიხილავთ და არჩევანს ყოველს ადამიანებს დაუტოვებთ და აი ეს არის ჩვენი ხაზი, იმიტომ რომ ჩვენ მოგზაურობთ ცხოვრებაში და მოგზაურობთ ფიქრებით და აზრებით და მე ყოველთვის არ დამეზარება ყოველთვის გეტყვით მადლობას ჩემს მენელებს, ჩვენ ფოლოვერებს. ეხლა მე კი ვლაპარაკობ ჩემებურად აზრებს გიზიარებ და ვაფქრო რო იტყვიან და თქვენ მისმენთ, ამიტომ მე ყველა მსმენელს პატივს ავცემ, იმიტომ რომ პატარა რაღაც არ არის ადამიანი გითმობს შენ დროს ის 20-30 წუთი გითმობს შენ და შენ გისმენს და მადლობის მეტი რა მეთქვის. მაგრამ ეხლა თუ ჩემი ნალაპარაკები არ სიამოვნებს ადამიანს და რაღაცა ვერ ეთანხმება რამდენჯერმე მქონდა ათხრამი რომ გადართეთ. ნუ ერთ სიტყვით სამშაბათობით ვიტყვით პოლიტიკაზე ლაპარაკს და განვიხილოთ ჩვენებურად. განვიხილოთ, იმიტომ რომ ჩვენ არის ხოლმე ადამიანები, მე არ მეხება, ის არ მე როგორ არ შეგეხება, თუნდაც აგერ როგორ ძღოლი ფასების აწევაში, თუნდაც ომი რო დაეწყება და იმაზე იფიქრებ, სად უნდა დადგერო ბომბა არ დაგეცეს თავზე. ან თუნდაც ნუ გამორიცხულია პოლიტიკის გამოში, არა გამოძე, ეხლა თქვა რომ იცი მარტო იმაზე ვფიქრობ, ამაზე ვფიქრობ, მანქანა როგორ ვატარო და იქ რა გავაკეთო და პოლიტიკაზე არ ვფიქრობ, გამორიცხულია, ნუ მაშინ უკვე რაღაც ჩაულებრივი ცხოველი ვთხები, ჭამესვი და დრო ატარე, ნუ არა. ნუ კარგი. დავიწყოთ პოლიტიკაზე საუბარი. მოგეხსენებათ, ნუ ყველამ ვიცით, რომ ამერიკამ და ისრაელმა დაიწყეს საომარი მოქმედებები ირანში. დაიწყეს ეხლა მე უყურეთ როგორ არის საერთოდ ინფორმაციას ეხლა ადამიანს ხშირად მithქვას, რომ ადამიანებს რო ველაპარაკები და რაღაც დისკუსიაში რო შემოდის ისეთი შეგრძნება ხო ტელევიზორს ველაპარაკები და მე რო უკვე ფიქრობ რომ მე ტელევიზორს არ რომ გადაცა ეს ოპოზიციის მოსმენილი ინფორმაციას მაძლევს. ეს მეორე მთავრობის და იმაზე დევს. იმას ანხორციელებს. აი ფიქრობ, უკვე უცბად ხდები ხომ, აი თქვენ არა გაქვთ მაგას, მაგებრო, აი დარწმუნებულია თქვენს მასე ხართ. ადამიანს ელაპარაკება, აი რა ფორმულაში თქვეს, იმას უსმენ, იმას გელაპარაკება. მეორე რაც იმანა თქვა, რაც CNN-ში თქვეს, რაც Fox-ში და ჩვენ რას ვაკეთებთ, ხო, ვინაიდან ჩვენ ისეთი საშუალება გვაქვს, რომ სულ უსმენ და უსმენთ ყველაფერს, თუნდაც მე ადრეც ამაქვს შემოშავებული, მე ოპოზიციურ საინფორმაციო წყაროებსაც უსმენ, მე იგივე თემაზე პოზიციურ საინფორმაციო წყაროებს, მე ნეიტრალურ ობიექტურს და ესე ერთ თემაზე სხვადასხვა აზრებს ვისმენ, ანუ სხვადასხვა ტელევიზიებს, სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებიდან და მე გამომაქვს ჩემი აზრი. იმიტომ რომ
ძნელია, იმიტომ რომ ფაქტიურად უმეტესო ახლა რა არის ფაქტიურად სამწუხაროდ ყველაფერი არის ტყუილზე და სიმართლეზე დამყარებული და შენ ამ ზღვა ინფორმაციას რო მიიღებ, მე რო ხვდები რა არის ტყუილი, რა არ არის ტყუილი და ობიექტური ინფორმაციას ღებულობ. აქედან გამომდინარე, მე არ ვიტყვი იმის მხარესა ვარ, ამის მხარესა ვარ, ჩვენ ვაჩვენებთ იმას, რაც არის. ყოველ შემთხვევაში მე ეს მეთოდი მიმაჩნია ყველაზე ერთ-ერთ სანდო მეთოდად რა. აქედან გამომდინარე, უსმენთ CNN-ს, რომელიც დემოკრატების ასე ლიბერალური მიმართულების არის, უსმენ Fox, უსმენ BBC-ს, უსმენ აუცილებლად საინფორმაციო წყაროებს და უსმენ ებრაელებს. ფაქტობრივად 4-5 ინფორმაციას, სხვადასხვა ინფორმაციას ვკრიფავ და მე გამომაქვს დასკვნა. და დასკვნა გამომაქვს თუ არა, მე ამას თქვენ გეტყვით და თქვენ უყურეთ, თქვენ თვითონ გაარჩიეთ, სად არის მართალი, რომელი მოგწონს, რა არ მოგწონს და აი ესე შემდეგ. და რას ვამბობდი? ამერიკამ დაიწყო ომი ისრაელთან ერთად და მოგეხსენებათ, რომ მათი მოთხოვნა არის, რომ ეს ირანის მთავრობა უნდა გადააყენონ და ისეთი მთავრობა უნდა მოიყვანონ, რომელიც პირდაპირ ამბობენ, რომ ამერიკის და სოფლიო ინტერესებს უნდა ექვემდებარებოდეს. ასე ამბობენ. მოგეხსენებათ, ირანში თავისებური თეოკრატიული მმართველობა, რელიგიური, რომელიც ასე ვთქვათ, ლიბერალურ სოფლიოს არ მოსწონს და იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ ამ ირანის მთავრობიდან ხშირად თქმულა ხო, ბოლო 50 წლის განმავლობაში სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს, ასეთი პოზიციები არის, რაც არის. აქედან გამომდინარე, ეს როგორ უნდა მოითმინოს ამერიკამ და ისრაელმა და ამ მიზნით და მე მიზნით იმიტომ რომ ირანი აწარმოებს ამუშავებს ატომურ ბომბს, ანუ ურანის დახვეწას და ამ ბომბს მე გამოიყენებს ისრაელი და ამერიკის წინააღმდეგ. ეს იმას ვამბობ, რასაც ამერიკა იძახის და მე ემატება ის, რომ ირანში ადამიანთა უფლებები ირღვევა, ქალთა უფლებები ირღვევა, ეს არის საშიში სისტემა და ეს უნდა მოისმოს. ამას გვეუბნებიან ამერიკული და ისრაელის საინფორმაციო წყაროები. მაგრამ აქეთ ირანი და ერთმანეთს გვეუბნება, რომ ჩვენ ყველაფერს ამაზე ვაწარმოებთ, ყოველთვის შეიძლება მოლაპარაკება და რა მოხდა? საერთოდ ომი როდის იწყება ხოლმე, ან დილით, ან ღამით და ამერიკამ და ისრაელმა დაიწყეს რაკეტული დაბომბვა დღისით. და რატო? ესე იგი თეირანში ეს ხამეინი, რომელიც არის სასულიერო ლიდერი ირანის, იმ დღეს უნდა შეკრებილიყვნენ მთავრობის წარმომადგენლები და უნდა განეხილათ ის საკითხები, ანუ მოლაპარაკებები, რასაც აწარმოებდნენ ამერიკასთან. ისრაელის და ამერიკის სადაზვერვო სამსახურმა გათვალეს ეს ყველაფერი და წერტილოვანი დარტყმები მიაყენეს იმ ადგილს, სადაც ეს ირანის მთავრობა იყო შეკრებილი, დაიღუპა ეს ხამეინი, სასულიერო პირი და გონი 20-მდე, 25-მდე მთავრობის წევრი. დაიწყო ომი. ეხლა იმათ გაუხადათ, ხო ხედავ ერთ დღეში, ამერიკის მიზანი რა იყო, რომ მაგათ ეგონათ, რომ თავს მოსპობდნენ, იმას მოსპობდნენ და მე უკვე ადგილობრივი მოსახლეობა დაიწყებდა წინააღმდეგობას და მთავრობას გადააყენებდნენ. მაგრამ მოხდა რა, 1 საათის დაბომბვის შემდეგ, აი წარმოიდგინეთ, დაიბობა ქვეყანა და 1 საათში უკვე ირანმა დაიწყო საპასუხო რეაქცია, ანუ რაკეტების გაშვება და იქითკენ კი დაიწყო, საიდანაც ამერიკის გემებიდან არისვრიან მაგებს, ან თვითმფრინავებისგან დაიწყეს ერთდროულად გარშემო ხوارი არაბული ყურის ქვეყნებს რო ეძახიან, ბაჰრეინი, დუბაი, ემირატები
იმ ობიექტების იმ ქვეყნებში რაკეტების გაშვება და დაიწყეს იმ ობიექტების დაბომბვა, სადაც იყო ამერიკული ბაზები. ამერიკელები არ მოელოდნენ ასე წინააღმდეგ და აქედან დასხეს და დაიწყო და რა დაიწყო უკვე თქვენს ჩემზე უკეთესად იცით. ერთი წლის წინ მეგობრებო გახსოვთ ხო 12-იან ომს რო ეძახიან ისრაელმა და ამერიკამ რო დაბომბა ირანის ეს საწყობები, სადაც ეს ვარაუდი ქონდა, სადაც ეს ატომური ელემენტები იყო, ტრამპი გამოვიდა დიდი ზეიმი და ჩვენ გავანადგურეთ ამერიკა ირანი განადგურებული, ჩვენ გამარჯვებულები ვართ. და ისრაელი რუსეთთან მიმართებაში ირანთან და რა ქვია ამერიკასთან ერთად რაღაც სამშვიდობო ის გამოიტანეს და ასე თუ იცი ერთი წელი იყო სიმშვიდე, მაგრამ არ გავიდა ერთი წელი და ამერიკამ ისევ დაიწყო ომი. ამაზე ირანის მთავრობა და ეხლა მოგეხსენებათ ირანი სპეციფიკური ქვეყანაა, წეღანას თქვი, მაგრამ ირანის მთავრობა ძალიან გაღიზიანდა არა, იმიტომ რომ რატომ? იმიტომ რომ შაშანაც, ეხლა ირანის მთავრობას რომ მოусმინო, მთავრობის წევრებს მოусმინო, ისინი ამბობენ რომ შაშანად მოლაპარაკება მიდიოდა და ამიტომ დაარღვია ეს მოლაპარაკება და დაბომბა ის საქმეებას, ირანის ობიექტები. და წელსაც ეხლაც მაგას ამბობენ რომ მოლაპარაკება მიდიოდა ამასთან შეთანხმდა, ეხლაც ამერიკამ დაარღვია და ეს უკვე ირანი და ირანის მომხრე ადამიანები, ანუ ისინი ძალიან გაღიზიანებული არიან ამისთვის. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ირანი მომზადებულია, რასაც არ ვიცი ხა არ მგონი ამერიკა არ იყო ამისთვის ინფორმირებული, მაგრამ ფაქტიურად რაც ხომეინი რო გარდაეცვალა, ხა მე გახდა ხამეინი და ფაქტია რომ 20-30 წლის განმავლობაში თავისი ანალიზებიდან გამომდინარე, თავისი პოლიტიკური გამოცდილებიდან გამომდინარე, ირანი ემზადებოდა. და რაში გამოიხატება? მომზადება მთელი მიწისქვეშა, რა ქვია, კონსტრუქციებია მთელ ქვეყანაში, აქვს ბალისტიკური რაკეტები, ეს დრონები, რომლებიც თვითონ მოიგონეს, მაგრამ ასე თუ ისე ირანი ომისთვის იყო მზად. ეხლა არავინ არ ამბობს, რომ ირანი როდესმე აჯობებს, რა ქვია იმას, ამერიკას, იმიტომ ამერიკის შესაძლებლობა რომ ამხელა შეიარაღებაში და იმაში, მაგრამ წინააღმდეგობას რო უწევს და მთავრობა რო ვერ დაშალეს, ეს ფაქტია. ეხლა უკვე კიდევ რა მოხდა? შაშან ეს 12-დღიანი შეტევა რომ მოხდა, ამ ხემეინმა, რომელიც დაიღუპა, ისეთი სტრუქტურა გააკეთა წინასწარ, ეხლა თუ გახსოვთ 1 თვის 2 თვის წინ, მისი ძალაუფლება თუ ის დაიღუპებოდა, მისი ძალაუფლება უცბად გადანაწილდებოდა რა. ესე იგი თავიდან თუ მეორე კაცი დაიღუპებოდა, გადავიდოდა მესამეზე, მეოთხეზე და აი სტრუქტურა აი რაღაცნაირად აი დაცულია და ამ დაცვამ ირანის მთავრობა ვერ დაშალა. ეს გეგმაც, ეხლა რას აკეთებენ, ეხლა ირანი რატო ბომბავს, ეხლა დუბაი და აზერბაიჯანის დაბომბვა, ყველა ის ობიექტები დაბომბვა, სადაც ეგულება ამერიკელების ბაზები და სხვათა შორის ძალიან წარმატებით მოახერხა. ეხლა გამოჩნდა მონაცემები სამხედრო ბაზები, რომელიც დაბომბა ის ჯარისკაცები და სამხედრო ოფიცრები სასტუმროებში გადაიყვანეს და ირანი იმ სასტუმროებსაც ბომბავს, სადაც ეს ჯარისკაცები და ოფიცრები არიან. დუბაი ხო, ეხლა რა ხდება ისა. თუ აირია მდგომარეობა და ზოგადად რო იტყვიან აირია სიტუაცია. ეხლა გადავხედოთ ამერიკის პრესას და მე ის ინფორმაციებს ვიღებ საერთოდ, ესე იგი ტრამპი უკვე სასაცილოდ გამოყავთ, იყო ასეთი ინფორმაცია, ამას ამერიკის პრესაში რაც იბეჭდება, რომ ამერიკა თუ დაიწყებს ამ ომს, იქიდან ვეღარ გამოვა. ან ძალიან უნდა დაამთავრონ ეს ყველაფერი უცბად, რასაც ტრამპი ამბობდა 2-3 კვირაში უნდა დავამთავრო, ან თუ ეს ვერ დაამთავრეს 2-3 კვირაში, ამერიკა გაიჭედება, რა ქვია, ირანში და იგივე ბედით მოელოდება, რაც ავღანისტანში და რაც ვიეტნამში.
და მაგის ნიშნებიც არის, იმიტომ რომ რუბიო და ისიც გამოდის რომ ეკითხებოდნენ ვინ დაიწყო ომი, არა, ისრაელმა დაიწყო, ჩვენ მხარი დაუჭირეთო და ეხლა დაანჩენი უკვე ტრამპის ვიძახი ჩვენ მოვიგე და ეხლა დაანჩენი ხალხმა გააკეთოსო საქმე. ესე იგი მათ რამდენი კატეგორია იყო, რამდენიმე ტაქტიკა იყო. პირველი მაგათ ეგონათ რომ ერთ-ერთ დღეში ამ ხემეინს თუ რა ქვია, სასულიერო თუ მოსპობდნენ თავრობა შეიცვლებოდა თუ არა და მაშინ უკვე ხალხი უნდა გამოვიდეს, ხალხი უნდა დაამხოს, ხალხი არ გამოდის და მე მესამე გეგმა აქვს მაგათ კიდე თუ ხალხი არ გამოვა, უნდა გამოვიდნენ ქურთები, ხო იცით, ქურთები 3 ადგილას არის ირანში, თურქეთში და ერაყში და მაგათ უნდა სულ დამოუკიდებო და უკვე ქურთების ლიდერები დაიბარა ტრამპმა და პირობა მისცა და უთხრა რომ დაიწყეთო, მე თქვენ დაგეხმარებედო და ქურთები ახლა ფიქრობენ დაიწყონ თუ არ დაიწყონ, იმიტომ ასეთივე პირობები უთხრა დიდმა ბუშმა ქურთებს, აი ერაყის დროს, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა და მე ჰუსეინმა გადაუარა, გახსოვთ ეს ძველი ისტორიები. ეხლა რატო ვყვები მე ამას, იცით, ამას ყველაფერს საფუძველი აქვს, იცით, რა ხდება, როგორ ხდება, ეხლა ზოგადად ჩვენ გვეუბნები რომ ადამიანთა უფლებები ირანი ის, მაგრამ აქ სულ სხვა ამბავია, ხო იცით, ომი, აი ომს აქ თავის კანონები, ომი არის ეკონომიური სიტუაციის გამოსწორების, მათ არის, აი მოკლედ ვიტყვი რა, ამერიკამ ვენესუელა აიღო, აკონტროლებს ნავს და ეხლა უნდა გააკონტროლოს ირანი. ირანი არის ისეთი ქვეყანა, რომელიც შუა აზიაში და ყველაფერს აკონტროლებს. ესე იგი ჩაითვალე ვენესუელა, რა ქვია იმას, ირანი, იქ სხვადასხვა არაბული ქვეყნები, ეხლა მე წავა გრენლანდიაზე და ამერიკა ხდება სუპერ ქვეყანა. და მე ვიც თქვათ ეხლა ვიც მეწინააღმდეგება ჩემი აზრი არ მოსე, მე ჩემ აზრს ვამბობ, კაცო. მე ვამბობ იმას, რასაც უსმენ და რასაც ამბობენ გაზეთები და საინფორმაციო წყაროები აქ ამერიკაში. ეს ასე მარტივად, მაგრამ მარტივად კიდევ როგორ არის, წარმოიდგინეთ ხა ამერიკა უპირისპირდება ჩინეთს და უნდოდა ტრამპს, რომ ეხლა ირანს დაიპყროდა და მე ჩინეთთან წავიდოდა მოსალაპარაკე, აბა ძმაო მეგობარო, ეხლა მოდი დამელაპარაკე, მე ვაკონტროლებ ამას ისე და ეს ზოგადი ის არის, მაგრამ თეორიები, მაგრამ საქმეზე რომ მივიდეს, რომ შეხვედრად რეალურად არეულია სიტუაცია. მე საინტერესო რა არის ისეთ მეგობრებო, ესენი მარტო ბომბავენ და მოგეხსენება თუ ქვეითი ჯარი არ შევიდა ქვეყანაში, ეს ისტორიას არ ახსოვს, ის დაპყრობილი არ არის. ბომბე რამდენიც გინდა, ხმელე თუ ჯარი არ შევიდა, აზრი არ აქვს მაგას. ისტორიაში ისე და ამერიკის მთავრობა იძახეს, ჩვენ სახმელეთო ჯარს არ შევიყვანთ, გამორიცხულია. ამაზე არ იფიქრო და ისევ აქცენტი აქვს გადატანილი ქურთებზე და იქ ხალხზე, რომელიც აჯანყებას მოახდენენ. მაგრამ სამწუხაროდ არ მე ხა მაგას არ ვიტყვი, ვერაფერს ვერ ახერხებენ. ეხლა უყურეთ რა ხდება. რატო შევიდა ამერიკა გასაგებია, მაგრამ ეხლა მოვუსმინოთ ებრაელურ საინფორმაციო წყაროებს. ესე იგი, ისე უხარიათ, აი ჩვენ გვეშვილა. მოგესალმებით ისრაელი და ირანი ეს მოხდებათ ეს წინააღმდეგობა ისტორიულად, მაგრამ გავიწყდებათ ეს გიჟი, ნათანიანო და რაღაცები, იდეა, დიდი ისრაელი. ეს იდეა ამოძრავეთ, რომ არც მალავენ, პირდაპირ ამბობენ. ისრაელი უნდა შეიქმნას. ეხლა არ ვიცი, დიდი ისრაელი რას გულისხმობენ, ბიბლიური იქნა გამოდენენ, ბაბილონის იმების იმის აღება უნდათ. თითქოს სიგიჟეს ვამბობ, მაგრამ მე არ ვამბობ, ამას თვითონ ებრაელები ამბობენ. და იძახენ, რომ აი ტრამპი არის ეს მაგარი პრეზიდენტი, სხვა პრეზიდენტები ამას თუ არ აკეთებდნენ, აი ტრამპი სანამ არის პრეზიდენტი, ეს ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და ძალიან გააქტიურებულები არიან და როგორ უდგებიან, იცი, აი ნახეთ, ბავშვებს კლავენ იქ ირანელები, თავისი წესები, გიჟები ბავშვებს კიდებენ, ქალებს კლავენ, ადამიანი მარტო ქალების გულით და რო გაგიჟდა ებრაელების იმას რომ მოусმინე, ვაიმე რა, ესე იგი ჯობია, რა თქმა უნდა დაიწყო ომი. ეხლა მეგობრებო, ესე ვარი კიდევ გამახსენდა, ომის იყო თავდაცვის სამინისტრო და გახდა ომის სამინისტრო.
აი ესეთი მარაზმი, აი გაგიგიათ ასეთი რაღაცა. ჩემ პოზიცია მინდა თქვა, რომ ეს ომი, ახლა მოგეხსენებათ ქრისტიანი რო ხარ და მორწმუნე რო ხარ, ქრისტიანი ომს არ იწყებს. აქედან საფუძვლიანი და აქედან გამომდინარე აღიზიანებს კი არა, აი მიუღებელია ეს ჩემთვის. და ზოგჯერ ვამბობენ ხოლმე, რომ რელიგია რა შუაშია, ის რა შუაშია, თავშია. წარმოიდგინეთ, თუ ამერიკა უდგება რაციონალური ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე, რომ ირანი უნდა დაეთრიოს, აგერ ისრაელი უდგება რელიგიური თემებიდან გამომდინარე. და ისტორიაში ჩვენ გავხსოვთ, რომ ყოველთვის ომების რაღაც საფუძველი რელიგიური საწყისები იყო, თუნდაც ეს ჯვაროსნული ომები და ასე და ეხლაც მაგას ამბობენ. ისრაელ, ესე იგი ისრაელი უნდა გავრცელდეს იმ თავის წარმოდგენების, რაც წარმოუდგენეს აბრამიდან და ის პერიოდულად ხო ეხლა სემით არ ვიცი. მე იმას ვამბობ, აი კიდევ მეურდები რა, მეგობრებო, არ მინდა ხა შეიძლება შეგაწუხეთ კიდევაც, მაგრამ იმათ გულის, აი იმათ მიმართ ვიძახ, ვინც მოსმენა არ იცის. აი მომისმინეთ რა ვამბობ. მე ვამბობ იმას, რაც ინფორმაციას გვეუბნებიან საინფორმაციო წყაროები. მივდივარ ისკენ. ომი დაიწყო და გამოქვეყნდა, მეგობრებო, რუკა. ესე იგი, რომელიც გამზადებული იყო 20-30 წლის წინ, ესე იგი, ეს რუკა და საიდკენ უნდა წავიდეს სოფლიო და რა რუკა. ესე იგი, დახატულია ირანი დაშლილია და როგორ, ნახეთ მეგობრებო, უყურეთ. იქნება ქურთისტანი, 40 მილიონიანი ქვეყანა, ეს ნაწილი მიაქვს. ცალკე ჩრდილოეთი იქნება აზერბაიჯანი 20 მილიონი აზერბაიჯანი ცხოვრობს ირანში და ეს აზერბაიჯანი გაფართოვდება. აქეთ მარცხენა მხარეს მოდის ისრაელი იყოფს იმ ტერიტორიას და მარჯვენა მხარეს თურქმენისტანი. ესე იგი, ამ ირანის ტერიტორიაზე უცბად ჩდება 4-5 სახელმწიფო. აი რუკაა ჩვეულებრივ, აი გუგლში შედით. გამოქვეყნებული, ახლა მე ხო არ დამესიზმრებოდა, აგერ პირდაპირ გაჩვენები. ესე იგი, ომის გეგმა არის, ახლა წარმოგიდგენთ რა ხდება. ის ახლა ამ რუკაზე დისკუსიები და თურმე ეს რუკა აი 30-40 წელი შექმნილია, მაგრამ ვერც ერთი ამერიკის პრეზიდენტი ამის განხორციელებას ვერ ბედავდა. და აგერ გამოჩნდა ეს დონალდ ტრამპი და მან გაბედა. ებრაელები აქებენ, მაგრამ უკვე ამერიკელები და საზოგადოება ძალიან გაღიზიანებულია. ეხლა მე როგორც უბრალო ადამიანი, რა თქმა უნდა, მეც ეხლა ხო დავდივარ ამ ამერიკაში და უყურებ, ხო? ეხლა შეიძლება მე არ გადავიღო, მაგრამ ხალხი ჯერ გაჩვენებული, აქ ხო იცი, მაინც ყველა თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ მე ლაპარაკში და იმაში შევა და არავის არ მოსწონს და გამოკითხვიდან გამომდინარე უკვე 70% ამერიკელებისაც ეს ომი სისულელად მიაჩნია, მაგრამ ებრაელები და ისინი აწვევიან და მიდის პიარი მუშაკობა და ებრაელების რადიოს უსმენდით და აი ჩვენ არ მუშაობთო, კარგათო უნდა დავარწმუნოთო ხალხიო, რომ ეს საღვთო ომიაო, საღვთო ომზე გამახსენდა მეგობრებო კიდევ, აი პროპაგანდას ჯარისკაცებს ჯარისკაცებს და ოფიცრებს ეუბნებიან, ეს არისო საღვთო ომიო, ღმერთის საქმეს ვაკეთებთ. აი რა მარაზმია, აი წარმოიდგინეთ რა. აი მე არ ვამბობ ამას, კი არ ვიგონებ, просто მოусმინეთ. უკვე ჯარისკაცები და უკვე სასაცილოდ აყავთ უკვე აკდებული ეს თავრობა რა. უკვე მიდი წინააღმდეგ, ისრაელის გვერდს რატო უნდა ვიომე, არა საღვთო ომი და თქვენ იცით რომ ტრამპი მოვიდა ევანგელისტების სახელით და ეხლა განაცხადა, მაგრამ ყوي უფრო უარესი კაცო ეს რო არის, აქვეა თავდაცვის მინისტრი, ჰესტერია თუ რაღაცა თუ არის, აი ჯვარი უკიდა რომ მოვიდა, ჯვარი და ხალხს გაუხადა, აი ქრისტიანები მოვიდნენ და გამოდის ეს ჰესტერი და ისეთ განცხადებებს აკეთებს, ომი და წეღანაც რო თქვი, ქრისტიანი ომს იწყებს. აქტიურად ძალიან დიდი არმაგედონის პროგრამა დაარქვეს ამ ომს. ეხლა თერმა მსოფლიომ გაიგო, ეხლა ეს რუკიდან გამომდინარე, ეხლა თავისთავად ეხლა ირანელები და ისინიც გაიგებენ
გაიგებენ თავი იცოდნენ კიდევაც, მაგრამ ირანელებმა და ხალხმა თქვენს რომ ეს გამორიცხულია, ჩვენ შევაკლავთ თავს და არაფერს არ დავთხოვთ. სახეზეა მაგალითი, სახეზეა ვიეტნამი და ირანი ნაკლები არ არის. ხო და რას ვამბობ ეხლა? და აირია სიტუაცია, ჰორმონის სრუტე დაიკეტა, ის ნავთობის ფასები აიწია. ეხლა მიდის ლაპარაკი, სად არის რუსეთი, სად არის ჩინეთი, რატო არის გასუსული? გასუსული არა, ისინი თავის საქმეს აკეთებენ, მაგრამ ფაქტია რომ ეს ავანტიურა, ასე რომ ვთქვათ, ამას მე არ ვამბობ, ამას ამბობენ ყოველი ინფორმაციულ წყაროებს რომ მოусმინოთ. ავანტიურა ვერ გაკაჩას, უბრალოდ შეიძლება გაგრძელდეს დიდი ხანი ისეთი ავანტიურა, როგორც დაიწყო უკრაინაში, როგორც რუსეთმა დაიწყო უკრაინაში, ევროპა და ნუ საერთო ჯამში მიდის ძალიან დიდი ავანტიურა, რომელიც დაკავშირებულია არეულობასთან, ფულთან და ძალიან გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და კარგად თუ ჩაწვდები და კარგად თუ გაანალიზებ, ყველაფერი თავის ადგილზე დგას. უბრალოდ ცუდია, რომ ეს ძალიან ბიუტკივითთან იქნება, ძალიან დიდი კომფორტთან იქნება დაკავშირებული და ომი, რომელიც ადამიანის მოგონების ყველაზე საშინელი რამ არის. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ამას ამართლებენ და მე გული მწყდება საქართველოს ამბავშიც. აი, ადრეც ხო ვთქვი, რომ ამ პოლიტიკას და ამ მიმდინარე პროცესებს ადამიანები უყურებენ როგორც ფეხბურთის თამაშს. თითქოს გუნდები თამაშობენ და რაღაცა და ამ დროს ქვეყნები თამაშობენ და იღუპება ხალხი, იქნება პრობლემები, იქნება მაიმუნობები და სამწუხაროდ ის ხდება, რაც ნაცინასთან მეტყველებია ბიბლიაში. სხვათა შორის ძალიან ხშირად აჩვენებენ ხოლმე ჟირინოვსკის რა. გამოყოდა ამ ჟირინოვსკი 15-20 წლის წინ განსაზღვრა, საიდან წინასწარ მეტყველება, საიდან მოიტანაო და ასეთი კითხვა ის არაფერი კაცო, ძალიან აკითხი ადამიანი იყო ჟირინოვსკი და ინფორმაციებიც ჰქონდა. აი ზუსტად რო დაფიქრე, მართლა პარადოქსია, ეხლა ჟირინოვსკის იმებს აჩვენებენ ხოლმე და საიდან მივიდა, როგორ მივიდა რო დაფიქრე, მაგრამ არაფერი ლოგიკას მიყვება და იმ გეოპოლიტიკურ თამაშებს პატარა ანალიზი გააკეთა და იქიდან გამომდინარე მივდივართ იქითკენ, რასაც ქვია, აი დღევანდელი ქაოსი. ეს უსმენდი ამ ბაჰრეინი, დუბაის და ამ მდიდარი მილიონერების, ამ არაბების აზრი ასეთი გადმოსებული იყო და საყიდოს გამოხატავდა, რომ სწორედ ჟურნალისტი ეკითხებოდა, რას აპირებთო და ამას სინანულით ათქვა და საყიდურით, რომ ჩვენი ბიზნესიდან გამომდინარე, ჩვენ ავაყვავეთო ჩვენი ქვეყნებიო, მაგრამ ჩვენ ამერიკელები იმიტომ გვინდოდაო, რომ ეს ბაზები ხომ ისეს, რომ ჩვენი დაცვა დაეცვაცოთ ჩვენი თავია, მაგრამ რაო და ძალიან სინანულით ამბობდა და უკვე ლაპარაკობდა ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ ადრე როგორც ცხოვრობდითო ჩვენო ეს ბოლო 20 წელი მაგაზე არ გვიფიქრიაო და ყოველთვის იმედი ქონდაო, რომ ამერიკა ჩვენი ქოლგა იქნებოდაო, მაგრამ შეხედეთ ახლა რა დღეში ვართო და ამასო ყველაფერსო შევცვლითო. ნუ ასია თუ ისეა, მე ახლა არ ჩავწდები ამ პოლიტიკურ ცვლილებში, იმეებში, მაგრამ ის აირია სიტუაცია და ის სოფლიო რო არ იქნება, რაც ადრე იყო, ეს ფაქტია. ნუ რა თქმა უნდა, ისმის კითხვას რა უნდა ვთქვა ჩვენ ქართველებმა? არაფერი, უნდა ვიყოთ ძენი ხალხი, შვიდები წყნარად და რაციონალურად უნდა ვიმოქმედოთ და არა ისე, როგორც აგერ ჩვენ არხში რო არის, რომ არიციან საქმე, რაღაცა მინდობაზე არ უნდა ილაპარაკო, შეხედეთ, როგორ, რანაირად, რატომ, რისთვის, უბრალოდ ზოგადად დაფიქრება გვინდა და ისე ვიძახით ბრძნული მოქმედება. და ნავთავარია, უფალთან უნდა ვიყოთ, უფალი ყველაფერს გვეტყვის. უფალი ჩვენთან მარტო არა ვართ, ჩვენთან არის მისი სწავლებები, მისი მოქმედებები, უბრალოდ სამწუხაროდ ადამიანებს ავიწყდებათ. უფალი არის და ეს სამყარო ღმერთის მიერ არის შექმნილი და ღმერთმა რო შექმნა ეს სამყარო,
ისიც გითხრა როგორ უნდა ვიცხოვროთ, რა უნდა გავაკეთოთ, გითხრა ბიბლიის სახით, წმინდა წერილის სახით, მაგრამ სამწუხაროდ ადამიანები არ ფიქრობენ ამაზე და თავისი ადამიანური გონებით ჰუმანისტებს რო ეძახიან ადამიანური ფიქრებით უნდათ მიმდინარე პროცესები გადაჭრა. და მე ადრეც ამაკ ნათომე ხშირად უთქვამთ პოლიტიკაზე რო ლაპარაკობ ღმერთს რატო ახსენებ, რა შუაშია ღმერთი, რა შუაშია ბიბლიაო და შუაში კი არა თავშია, თავში. ადგინდა. არ უნდა დაფიქრდნენ, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ყველაფერი კარგად იქნება. კარგად ხორმა ადამიანებს გონიათ რომ ბევრი ფული, დიდი მანქანები, კაი სახლები, დიდი მანქანები მეთქი ხო? ბევრი მანქანები, კაი ცხოვრება სიმშვიდეს მოუტანს. არა მეგობრებო, არა. ორთვის ის ადამიანია მშვიდი, ის ადამიანია სიწყნარეში, ვინც უფლის გზებით მიდის და უფლის სწავლებებით და მივყვეთ უფლის სწავლებებს და შეიძლება დიდი რაღაცა ქონება არ ქონდეს, დიდი რაღაცა ის არ ქონდეს, მაგრამ სიმშვიდე გექნება, სიმშვიდე იმიტომ შენთან არის ღმერთი. უფალი, ვინც ეს სამყარო შექმნა და ის სიყვარულით გიდგება და ვერ გავიგე ადამიანის ღმერთის სიყვარულით გიდგება და ის გვერდზე გადადო და შენებურად გააკეთო. ახლა გავუგებარი. კარგით მეგობრებო, აი ესეთი პატარა პოლიტიკური მიმოხილვა გავაკეთეთ და ჩვენ გავაგზავნეთ ჩვენი ამბავი. ყველას გისურვებთ სიყვარულს, ბედნიერებას, სიმშვიდეს და ღმერთთან ახლოს. შევხვდებით მომავალ საინტერესო, იმედია მომავალ საინტერესო ვიდეოებში.